კოლაფსი თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანი და ყოვლის მომცველი სიტყვა არის. კოლაფსი ნიშნავს დასასრულს, კატასტროფას და დაანგრევას. ეხლა ჩვენ შეუძლებელია ვილაპარაკოთ იმაზე კონკრეტულად, როდის შეიძლება მოხდეს კოლაფსი, ან რა ფორმით შეიძლება მოხდეს ეს ყველაფერი, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა და ჩვენ ახლა უსმენდით თქვენს ეთერში ცოტა ხნის წინ ბიზნესის ხმას, რომელიც BMG-ზე გავიდა უკვე მეორე კვირა არის. ესეთი ტიპის გადაცემა იყო. ბიზნესი გრძნობს ამას და ხედავს, ახლა ვიღაცები არიან ჯერჯერობით კიდე, რომლებიც ამას ხმამაღლა არ ამბობენ, მაგრამ ხედვით ნამდვილად ყველა ხედავს. ფართო სურათში რო შევხედოთ, ახლა ჩვენ აქ იმაზე კი არ ვსაუბრობთ, ესტონეთში შესვლა ეკრძალება თუ არა ირაკლი კობახიძეს ან რა ვიცი, კახა კალაძეს, ხო? სანქციები გამკაცრდება აუცილებლად სამწუხაროდ თუ ეს არალეგიტიმური ხელისუფლება გააგრძელებს ამ ქმედებებს, აი რაღაცა დღეს დაიდო ბოლო დღეებში ადმინისტრაციულ სამართლებრივ კოდექსში შეიტანეს ცვლილებები, რომლითაც ადამიანებს დაჟიან იმის გამო, რომ ვიღაცას შეიძლება ეჭვი გაუჩნდეს, რომ მომავალში შეიძლება ჩაიდინოს და სრული აბსურდი არის. მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ ესენი საერთოდ გადიან ყველანაირ ჩარჩოებს მიღმა, ყველანაირ სამართლებრივ ჩარჩოებს მიღმა და ეს ხო ეკონომიკურად აუცილებლად აისახება. ამას ხედავს ბიზნესი, ამას ხედავს, რა ვიცი, ტურისტი მაგალითად, რომელიც აღარ ჩამოდის და ბიზნესი რო ხედავს ამას, ხო? და ბიზნესი რო გავა ქვეყნიდან და აუცილებლად გავა ყოველ შემთხვევაში ნორმალური ბიზნესები, ეს მე აისახება ყველაზე. ან მაგალითად, რა ვიცი, საბანკო სექტორი ჩამოინგრეს, ეგ აისახება ყველა ბიზნესზე, იმიტომ რომ ყველა ბიზნესი დამოკიდებული არის საბანკო სექტორზე, პლუს თვითონ საბანკო სექტორი არის უზარმაზარი დამსაქმებელი, ხო? და ეს მართლა ყველაზე აისახება და როდის შეიძლება ჩამოინგრეს, ახლა ეს ბანკები არის ბირჟაზე, ხო? ყოველ შემთხვევაში ორი დიდი ბანკი დალისტული და ბირჟაზე მოგეხსენებათ, ისე სწრაფად ხდება ხოლმე პროცესები, რომ ერთ დღეში შეიძლება დამთავრდეს. ახლა ნებისმიერი გართულება სანქციების ფინანსური თვალსაზრისით პრობლემური იქნება ჩვენაირი ტიპის ქვეყნისთვის, იმიტომ რომ არ არსებობს ისტორიაში შემთხვევა, რომ აი ჩვენაირ ეკონომიკას და ჩვენაირ ქვეყანას გაუძლია სანქციებისთვის, იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ ირანი ან რუსეთი, არ გვაქვს ნავთობი და გაზი, რითიც შეიძლება რაღაც ნაწილი დავაბალანსოთ. ვერაფრით ამას ვერ დავაბალანსებთ. ჩვენი ერთადერთი გზა გადარჩენის არის ის, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ გახსნილი ეკონომიკა, სადაც უნდა უხაროდეს ყველას მოსვლა, ტურისტსაც და ბიზნესმენსაც ეკონომიკური თვალსაზრისით. გამოსავალად ხედავთ ბატონ სოსო, რა არის, აი სულ საუბრობთ, რომ მნიშვნელოვანია ახალი არჩევნები, რომ ეს არის სტაბილური გზა და მნიშვნელოვანია რომ ჩატარდეს ახალი არჩევნები, თუმცა ვიცით ხელისუფლების პოზიციონირება, მათ არათუ ახალ არჩევნებზე არ მოდიან, პირიქით აკეთებდნენ პარტნიორებს დაგვასანქცირებთ, ეს ჩვენთვის პრობლემას არ წარმოადგენსო. როგორ ფიქრობთ, როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები და არის თუ არა ეს საგანგაშო ტენდენცია, ფაქტია რომ ხელისუფლება არ იხევს უკან. ხელისუფლება უკან დაიხევს, დარწმუნებული ვარ ამაში და ახლა რომ ამბობენ რომ სანქციებს არ აქვს მნიშვნელობა და არ აინტერესებთ, იტყუებიან, რა თქმა უნდა იტყუებიან. ახლა შეიძლება კალაძე არ დარდობდეს იმაზე ესტონეთში ჩავა თუ არა, მაგრამ მილანში რო ვერ ჩავა, მაგაზე იდარდებს, ნამდვილად იდარდებს. კალაძეს დიდი ხანია უკვე აღარ ჩაესვლება კიევში და ეს ხო ან შეუძლებელია ხა რაც თან ამბობდეს ხმამაღლა, შეუძლებელია ამაზე არ დარდობდეს რა, ან მისი ოჯახის წევრები უკაცრავად გაგაწყვეტინებს კახა კალაძეს აქვს რამდენიმე საცხოვრებელი სახლი უკრაინაში და უკრაინამ დაასანქცირა ის და ბუნებრივია განკარგვის შესაძლებლობა არ ექნება, ვერ გაყიდეს. დასაკურველია კიევის შემთხვევით ხო არ მიხსენებია მართლა კაცად აქციეს კიევში ეხლა არის ერთ-ერთი მარში სპორტის გულშემატკივრების და ხო მოკლედ იმის თქმა მინდა რომ ხელისუფლება იტყუება როცა ამბობს რომ სანქციებს მათთვის მნიშვნელობა არ აქვს და ისინი შეეწირებიან იმიტომ რომ ამ ხალხს ეხლა კობახიძე იქნება დინარაძე კალაძე თუ ასე შემდეგ მაგათ არ აქვს უფლება რომ რამე აზრი გააჩნდეთ ხო ბატონ ბიძინა რასაც გადაწყვეტს ესენი იტყვე რომ კი ბატონ ბიძინა ეგრე არის და დაგჩაგრონ და ესე გვიქნან მაგრამ იმან
ცოლები ყავთ, შვილები ყავთ, თუ დაუშვათ ირაკლი ღარიბაშვილის შვილს აღარ შეუშვებენ ამერიკაში, ეს იქნება პრობლემა რა. ამას ესე მარტივად ვეღარ გადალახავს, ხო? და ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა დაიხიოს უკან. ხა პატარა გუშინ ხო დაიხია, იმიტომ რომ ხალხმა არ გამოიყვანა გუშინ საკუთარი შვილები რუსთაველზე, ხო? არ გამოიყვანა, იმიტომ რომ ვისი მხარდამჭერიც არ უნდა იყოს, ხალხს უყვარს საკუთარი შვილები. გამოიყვანა პარტაქტივი და გამოიყვანეს ხო ჩემზე დიდი ადამიანები ასაკით ამბობდნენ რომ ბავშვები ვარ და ნაძვისხის ანთება გვიხარია სიგიჟე ხო მაგრამ ხელისუფლებამ როგორც უკან დაიხია გუშინ კიდე დაიხევს ყველაფერში იმიტომ რომ ეს არის უპრეცედენტო ამბავი რა ეხა ჩვენ უბრალოდ ამ პროცესების მონაწილეები ვარ და რთული არის ამის შეფასება მაგრამ არასდროს ამდენი ხნის განმავლობაში ამდენი ხალხი რუსთაველზე არ მდგარა დღის განმავლობაში სულ აქციებია ყველა სფეროს წარმომადგენლები ჩვენ არ გვაქვს ახლა პროფკავშირები და ასე შემდეგ მაგრამ ახერხებენ თვითორგანიზებას და ამბობენ საკუთარ სიტყვას ხო და ხელისუფლებას მოუწია უკან დახევა ვეღარ ბედავენ დარბევებს ვეღარ ბედავენ ცემას იმ მასშტაბით და დაშინებას და ძალადობას აღარც რესურსი არ აქვს და ვეღარც ბედავენ იმიტომ რომ შეუძლებელია ამ ხელა ძალას წინ აღუდგეს რამე ჩვენ ვართ უმრავლესობა ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესების მონაწილე ვართ ეხლა საქართველოს დახდება მართლა სხვანაირი ქვეყანა ეს პროცესი რომელიც დღეს თბილისში ხდება ძირითადად კიდე რეგიონებშიც და რეგიონებში რო არის ესე ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ესე მასშტაბური არ ყოფილა აქამდე ხო არასდროს ეს არის აბსოლუტურად დემოკრატიული პროცესი და ეს დემოკრატიული პროცესი ახალ პოლიტიკურ კლასსაც წარმოშობს ახალ ლიდერებსაც წარმოშობს და ახალ საქართველოს მართლა ევროპულს და მართლა განვითარებულს და ეგ არის გამოსავალი და მანდ არის გამოსავალი ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ღირსეული წევრები ევროპული კულტურის წევრები თავისთავად ვართ ყოველთვის ვიყავით მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ევროპის კავშირის ღირსეული წევრები ვიყოთ რაც მერე ავტომატურად რაღაც პერიოდის მერე ნიშნავს საქართველოს კონკრეტული მოქალაქეებისთვის ღირსეულ პენსიას და ღირსეულ ცხოვრებას ღირსეულ სიბერეს და ასე შემდეგ განათლების შესაძლებლობას განვითარების შესაძლებლობას ახალგაზრდებისთვის და ღირსეულ სიბერეს ასაკიანი ადამიანებისთვის ბატონ სოსო რა კი ყავს საუბრობთ სანქციებზე და სადამსჯელო ღონისძიებებზე ნახეთ ჩვენ სავიზო შეზღუდვები ასევე ცალკეული ქვეყნების გადაწყვეტილებები მათ შორის ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი თუმცა შესაძლოა ეს სია გაფართოვდეს ხო ხვალ ბრიუსელში შეიკრიბება ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები გარდა ამისა ველოდებით ამერიკის მხრიდან დიდი ალბათობით ფინანსურ შეზღუდვებს რა ტიპის შეზღუდვები შესაძლოა ვიხილოთ ჩვენ და რისკენ იქნება ეს ყველაფერი მიმართული და ვის წინააღმდეგ სია აუცილებლად გაფართოვდება ევროპის კავშირის ქვეყნებიდან უბრალოდ იქ მართლა ბლოკავს რაღაცებს უნგრეთი და საერთო გადაწყვეტილებას ვერ იღებენ მაგრამ სია გაფართოვდება და ეს არ იქნება მარტო ლიტვა თუმცა დიპლომატიური პასპორტების ჩამორთმევას არ ჭირდება ამ შემთხვევაში საერთო კონსენსუსი ეგეც ჩემი აზრით უფრო სიმბოლური აქტი არის ვიდრე ქმედითი მაგრამ ეგ სიმბოლური აქტი ძალიან მნიშვნელოვანია რა შენი ქვეყნის პრემიერად წოდებული რო არის ადამიანი რომელიც დასანქცირებულია რომელიც შეიძლება რაღაც ქვეყანაში არ შეუძლია ევროკავშირის ტერიტორიაზე ეგზამინება დაუფიქრდეთ ყველა რა თუ წარმოიდგენდა ვინმე ამას 2 წლის წინ ან თუნდაც 1 წლის წინ რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ან საქართველოს მაღალი თანამდებობის პირი შეიძლება ყოფილიყო ადამიანი ვისაც არ უშვებენ ბრიუსელში წარმოუდგენელი არის მართლა სადამდე მივედით ესე სწრაფად ხო იქ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში წერია არაერთხელ რომ გაგრძელდება სანქციები მუშაობენ მაგნიტსკის სიაში ახალი ადამიანების ჩაწერაზე ეს სიაში ჩაწერა არ არის უბრალოდ სიაში ჩაწერა იქ იგულისხმება სამუდამოა და ქონების კონფისკა ბევრი რაღაც შედის ამის იქიდან გამოსავალი არ არსებობს რა და ძალიან მძიმე ამბავი იქნება და ეს შეეხება ეხ ძირითადად ეს
სანქციები არის მიმართული პოლიტიკური აქტორების მიმართ, მაღალი თანამდებობის პირები, მოსამართლეები აქამდეც დაგვისანქცირეს, მაგრამ ესენ მე ბიზნესაც შეეხება. უკვე არის საუბარი იმედის მფლობელზე, რომელიც ამერიკის მოქალაქეც არის თავისთავად, მაგრამ შეეხება, იმიტომ რომ ესენი ხო ჩვეულებრივი მედიები არ არის. ეგენი არიან ნაწილი რეჟიმის, ნაწილი პროპაგანდის და ყველას შეეხება რა ეს და მხოლოდ პოლიტიკური ლიდერების პოლიტიკურ დასანქცირებაზე კი არ არის საუბარი ან ქვეყანაში არ შეშვებაზე და ამ შემდეგ, ხო? საუბარია იმაზე, რომ მათ ოჯახის წევრებსაც არ შეუშვებენ და მათ შეექმნებათ პრობლემა, ფინანსური პრობლემა ვერ გამოიყენებენ იმ ნაკურდალს, იმ კორუფციული გზებით ნაშონ მილიონებს.